ათეულობით მილიონი ადამიანი მთელ მსოფლიოში უყურებს FIFA-ს მსოფლიო ჩემპიონატს და ეს რიცხვი არ მოიცავს მათ, ვინც სხვადასხვა მატჩებზე პირადად დადის. ჩვენ ვიცით, რომ იყო ძალიან საინტერესო დაპირისპირება ცნობილი მეტოქეების ინგლისისა და არგენტინის შორის. ბრიტანელი ავტორი გვახსენებს ფეხბურთის ისტორიაში ერთ დავიწყებულ ეპიზოდს, რასაც ამერიკაში სოკერს უწოდებთ. და მისი ახალი წიგნი Digging Deep ავლენს 11 ებრაელი ფეხბურთელის ისტორიებს, რომელთა კარიერაც და ცხოვრებაც ჰოლოკოსტის გამო შეწყდა. David Bolchovery წიგნის Digging Deep, Unearthing the Stories of 11 Murdered Jewish Footballers ავტორი ახლა ლონდონიდან გვიერთდება. გამარჯობა და მადლობა. მადლობა მოწვევისთვის. ეს საკმაოდ რთული თემაა, დარწმუნებული ვარ, თქვენთვისაც რთულია ამაში ჩაღრმავება, მაგრამ ეხლა როცა მსოფლიო თასს, მთელი მსოფლიო უყურებს, როგორია თქვენი საერთო განცდა ამასთან დაკავშირებით? და ზოგადად ებრაელი სპორტსმენების მონაწილეობაზე ამ სპორტში. სამწუხაროდ, ვფიქრობ ამ მსოფლიო თასზე მხოლოდ ერთი ებრაელი მონაწილეა. მხოლოდ ერთი არის და ეს არის მეტ თერნერი, რომელიც შეერთებული შტატების სათადარიგო მეკარეა. და ისინი უკვე გამოვარდნენ. სამწუხაროდ, ჰოლოკოსტის სამდე ებრაული ფეხბურთი ძალიან ცნობილი იყო, მაგრამ მას შემდეგ აღარ იყო ასე. ასე რომ, თქვენ წიგნს იწყებთ ძალიან საინტერესო დაკვირვებით. თქვენ თქვით, რომ თუ უმეტეს ებრაელს კითხავთ დაასახელოთ ცნობილი ფეხბურთელი, ბევრი დაფიქრდება, განსაკუთრებით ამერიკელები, რადგან იცით, ფეხბურთელები ისეთი ცნობილი არ არიან, როგორც მაგალითად NBA-სა და NFL-ის ვარსკვლავები. ეხლა ვსაუბრობ იმ ქვეყნებზე, სადაც ფეხბურთი ფოთი პოპულარულია. ასე რომ, თუ კითხავთ ბრიტანელ ებრაელს, მაგალითად, ფეხბურთზე შეყვარებულ ბრიტანელ ებრაელს და თუ კითხავთ ასეთ ბრიტანელ ებრაელს, ვინ იყო ყველა დროის საუკეთესო ბრაზილიელი ფეხბურთელი, ის გეტყვით პელე. თუ კითხავთ, ვინ არის ყველა დროის საუკეთესო არგენტინელი ფეხბურთელი, დაიწყებენ კამათს, მარადონა, ჯობია, თუ მესი და ასე შემდეგ. მაგრამ თუ კითხავთ, ვინ არის ყველა დროის საუკეთესო ებრაელი ფეხბურთელი, პასუხი არ ეკნებათ. და სინამდვილეში ალბათ გაიღიმებენ, შეიძლება სიცილიც კი დაიწყონ. მაგრამ როცა ისინი იღიმიან ან იცინიან, სინამდვილეში ისინი ჰოლოკოსტზე იცინიან. ისინი იცინიან ებრაული კოლექტიური მეხსიერების განადგურებაზე ჰოლოკოსტის შემდეგ. იმიტომ რომ მოხდა ის, რომ ეს დიდი ებრაელი ფეხბურთელები არსებობდნენ იმ უამრავი ადამიანის გონებაში, რომლებიც ასევე მოკლეს. და ამიტომ ისტორია ადგილზე შეჩერდა. ვაუ, ასე რომ ამ კვლევას 6 წელი დასჭირდა. იცი, იყო თუ არა ერთი კონკრეტული მოთამაშე, რომელმაც თითქოს დააწყებინა ეს ყველაფერი, იცი, ასეთი დეტალური და ხანგრძლივი პროექტისთვის? ხოლო, ჩემი ბოლო წიგნი ბელა გუტმანზე იყო, რომელიც ყველა დროის უდიდესი ებრაელი ფეხბურთის მწვრთნელია. მან ჰოლოკოსტი უნგრეთში გადაიტანა, შემდეგ კი ლისაბონის ბენფიკასთან ერთად ორჯერ მოიგო ევროპის თასი. და როცა მისი ცხოვრება გამოვიკვლიე, სრულიად ახალი სამყარო აღმოაჩინე. სამყარო, რომლის შესახებაც საერთოდ არ ვიცოდი. მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთის დიდი გულშემატკივარი ვარ და ბავშვობიდანვე ასეა. ასევე ძალიან მაინტერესებს ებრაული ისტორია. ამ ისტორიაზე არაფერი ვიცოდი, მაგრამ როცა ბელა გუტმანის შესახებ წავიკითხე, ეს სამყარო აღმოაჩინე, რადგან მისი თანაგუნდელები, მწვრთნელები, გულშემატკივრები ყველა, ძალიან ბევრი ადამიანი, ვინც ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ფეხბურთში იყო ჩართული, ებრაელები იყვნენ. და მათ ძალიან მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს ფეხბურთის განვითარებაში, როგორც დღეს ჩვენ მას ვიგებთ. ვაუ, ეს მართლაც საოცარია. ასევე ხშირად ისმის, როგორ იმოქმედა ჰოლოკოსტმა სპორტის მრავალ სახეობაზე. მაგალითად, ხშირად ვისმენთ მოკრივეების ისტორიებს. გულისხმობ იმას, რომ ბევრი მართლაც შესანიშნავი მოჭიდავე და მოკრივე იყო, რომელთაგანაც ბევრს ნაცისტების გასართობად უწევდა გამოსვლა ბანაკებში. ჩვენ ამ ისტორიებიდან ზოგიერთი მოგვისმენია. წარმომიდგენია, რომ ეს ბევრ სპორტს მოიცავს და არა მხოლოდ ფეხბურთს. რა თქმა უნდა, ასეა. მე ფეხბურთზე ორი მიზეზის გამო გავამახვილე ყურადღება. პირველ რიგში ეს ჩემი გატაცებაა და ესეთი დონის კვლევის გასავლელად, როგორც თქვენ ამბობთ, მე 6 წელი დამჭირდა. ამის დასასრულებლად გატაცება გჭირდება. მაგრამ ასევე ფეხბურთი, რა თქმა უნდა, მსოფლიოში ყველაზე პოპულარული სპორტია. და ამ წიგნმა მომცა შესაძლებლობა, გარდა იმისა, რომ უბრალოდ ამ 11 მოთამაშის ისტორიები მომეყოლა, რადგან უნდა აღმედგინა მათი ცხოვრების მდგომარეობა, მათი წარსული და ის, რაც რეალურად დაემართათ. საბოლოოდ, მე შევძელი მესაუბრა ებრაული მე-20 საუკუნის, სიონიზმისა და ისრაელის დაბადების ისტორიაზე. ამის საშუალებით ამ 11 მოთამაშის ისტორიებით.
იცით, ეთირამ აშკარად ჩვენ ვიცით, რომ ფეხბურთი ალბათ მსოფლიოში ყველაზე პოპულარული სპორტია. თუმცა ზუსტად ვერ ვიტყვი. თქვენ ამას აშკარად იცით, მაგრამ ისრაელში ყველა ბავშვი ოცნებობს, რომ მესის ან რონალდოს დაემსგავსოს. ამიტომ აგვიხსენით, რას გრძნობთ, როცა თითქოს წრე იკვრება. აი ჩვენ ისრაელში ვართ, სახელმწიფო და ქვეყანა უკვე არსებობს და ამ დროს აქ უამრავი პერსპექტიული სპორტსმენი იზრდება. იმედი მაქვს ჩემი ოცნებაა, რომ ჩემი წიგნი ებრაულად ითარგმნოს. და იმედი მაქვს, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელები ისრაელში დააფასებენ იმას, რომ ისინი დიდებული და მდიდარი ებრაული საფეხბურთო ტრადიციის გამგრძელებლები არიან. და რაც მე ვფიქრობ, რომ ისრაელს აკლდა, მიუხედავად იმისა, რომ წლების განმავლობაში ძალიან კარგი ფეხბურთელები ყავდათ. ის რაც მე ვფიქრობ, რომ ისრაელს აკლდა, არის კოლექტიური რწმენა საკუთარ თავში. ის თავდაჯერებულობა, რწმენა იმისა, რომ ჩვენ შეგვიძლია ამის გაკეთება. და მე ვფიქრობ, თუ ისინი გაიგებენ, რომ დიდი ტრადიციის მემკვიდრეები არიან, ეს გაზრდის მათ თავდაჯერებულობას და მეტ წარმატებამდე მიიყვანს. ჩვენ ახლახან დავასრულეთ მაკაბიადას თამაშებიც, რაც შესანიშნავი იყო. იმდენი მოთამაშისთვის, რომ ჩამოვიდნენ და ისრაელში ყოფილიყვნენ. გულისხმობ, რომ ნამდვილად არის დიდი სიამაყე სპორტულობაზე და აღორძინებაზე. რა თქმა უნდა. და იცით, ფეხბურთს და სპორტს დიდი ისტორია აქვს ებრაელებში და ეს მართლაც ზიონისტურ მოძრაობასთან ერთად გაჩნდა. ზიონისტმა ფილოსოფოსმა მარკს ნორდაუმ კუნთოვანი იუდაიზმის იდეა წამოაყენა. ის ფიქრობდა, რომ ებრაელებმა უნდა დატოვონ თავიანთი რელიგიური ცხოვრების წესი იეშივებში და უნდა გახდნენ ფიზიკურად ძლიერი და ჯანმრთელი. მათ უნდა სპორტით დაკავდნენ და ისწავლონ საკუთარი სამშობლოს დაცვა. ასე დაიწყო ყველაფერი. არსებობს დიდი ტრადიცია სიონისტური საფეხბურთო კლუბებისა და სიონისტური სპორტული კლუბებისა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში. და ისრაელის კლუბები ახლა მაკაბი და ჰაპოელი არიან ამ დიდი ტრადიციის მემკვიდრეები. დიახ. კიდევ ერთი რამ. ვიცი, ეს ცოტა უცნაური კითხვაა და შენ ჩემზე უკეთ იცი, რადგან ფეხბურთი გესმის. შეგვიძლია დავიდ ბეკჰემი ებრაელ ფეხბურთელად ჩავთვალოთ? იმიტომ რომ ხომ ასეა, ის ღიად ამბობს, რომ ხავს ებრაელი ბებია ან ბაბუა, სწორია? სწორია, ესეა. და ვფიქრობ, ებრაელები ყოველთვის ეძებდნენ ცნობილ ფეხბურთელებს. ვისაც კი მიაკითხავდნენ, რომ ეთქვათ, ესეც ებრაელია. გულისხმობ, მოდი ფაქტებს შევხედოთ. ბეკჰემ შეიძლება ებრაული ფესვები ჰქონდეს, მაგრამ ის ნამდვილად ებრაელი არ არის. მაგრამ ის აღიარებს, რომ ყავდა ებრაელი ბებია ან ბაბუა, ხომ ასეა? გულისხმობ, ამას არ მალავს. ღიად საუბრობს ამაზე, ხომ ასეა? ის ნამდვილად ღიად საუბრობს ამაზე, მაგრამ ისტორიაში არიან დიდი ებრაელები, რომლებიც ჩვენ შეგვიძლია ჩვენიანებად მივიჩნიოთ და მათგან შთაგონებაც უნდა მივიღოთ. საოცარია, დიდი მადლობა, ძალიან საინტერესო წიგნია და გილოცავთ. ვიცი, რომ ეს ნამდვილად სიყვარულით შექმნილი ნამუშევარია. და დარწმუნებული ვარ, ცოტათი იმედგაცრუებული ხართ შედეგით, მაგრამ მიუხედავად წაგებისა, საკმაოდ ბედნიერი ჩანხართ. რა თქმა უნდა, ყოველთვის იქნება შემდეგი შანსი.